Know the power of the dark side. ვარსკვლავური ომები ფანტასტიკური ჟანრის ფრენჩაიზია, რომელიც წიგნების, ფილმების, ვიდეო თამაშებისა და ანიმაციური შოუებისაგან შედგება. 70-იანებიდან მოყოლებული ფილმმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო პოპ-კულტურაზე. რეჟისორმა ჯორჯ ლუკასმა კი მოახერხა საგა კულტადექცია და მთელს მსოფლიოში მილიონობით მიმდევარი გაეჩინა. ჯარ ჯარ ბინქსი, მაგისტრი იოდა, დარტ ვეიდერი, ლუკ სკაიუოკერი. ფილმის ამ და სხვა გმირებზე უამრავი ვიდეო კეთდება და იტვირთება YouTube-ზე. გამოდის მაისურები, ჩანთები, ლაიტსაიბერები და სხვა აქსესუარები, რომლებსაც ფანები სიამოვნებით ყიდულობენ. გადავწყვიტეთ Star Wars-ის ქართველი მოყვარულებიც მოგვეძებნა და თქვენთვის გვეჩვენებინა. უფრო მეტი არის ვიდრე უბრალოდ ფილმი, მას საერთო ენად იქცა სხვადასხვა რასის, ფერის, ზომის და წამსის ადამიანებისთვის, სადაც ყველას შეუძლია ოდნავ მაინც საკუთარი სიმპათია აღმოაჩინოს ამ საგაში, რაც დემოკრატებისთვის პრინცესა ლეია არის, რესპუბლიკელებისთვის ჰან სოლო, უცნაური თმიანი არსებებისთვის ჩუბაკა და ბოროტი ადამიანებისთვის და ჩრდილოეთ კორეელებისთვის რაც იმპერია, ანუ ყველას შეუძლია საკუთარი თავის ნაწილი აღმოაჩინოს ამ შვენიერ საგაში. Wipe them out, all of them. ლუკასმა სრულიად ახალი სიტყვა თქვა კინოსამყაროში, განვითარებაში. თუნდაც ეს ამდენი ენა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ცხოველი თუ ადამიანის სახეობა საგაში და ყველას თავისი ენა აქვს, თავისთავად ესეც რთულია, რომ ამდენი ახალი ენა უნდა შექმნა, გამოიგონო. და რა თქმა უნდა, ლუკასმა ფაქტობრივად ძალიან დიდი ნაბიჯი გააკეთა კინოსამყაროში. It's a trap. კიდევ ის ფაქტია საინტერესო, რომ თვითონ ეს სამყარო, კოსმოსი და ეს ფრინავი ხომალდები და ყველაფერს მინიატურული რაღაცებია, თქო მეტეორიტები არის სიამოვნებაში კარტოფილები, გაუთლელი კარტოფილებია ხო? პირველ Star Wars-ი ვნახე 9-10 წლის ვიყავი, კინოში ვიყავი პირველად მაგ ფილმზე და 10 წლის ბავშვზე მოახდინა რაღაც ფანტასტიკური ზეგავლენა, სახში რომ მოვედი იმ წუთშივე ამიგდალას ხატვა დავიწყე, იმის მიუხედავად რომ სახელიც არ მახსოვდა ჯერ. მერე ნელ-ნელა მეორე და მესამე ეპიზოდიც გამოვიდა და ამასობაში ძველებიც ვნახე და რაღაც ესე დიდი გავლენის ქვეშ მოვხდი და ჩავერთი ამ ეპიკურ საგაში. პრინციპში ამერიკას ერთ-ერთი რაც შეიძლება იწოდოს რომ აქვს რაღაც კულტურის რაღაც კულტურა თუ აქვს საერთოდ ამერიკას რაღაც ეს არის მარტო ვარსკვლავური ომები. იდეაში ეს უკვე ტრადიციის ნაწილი გახდა. ანუ ახალ წელს რაღაც სხვადასხვა დასწავლზე ყოველთვის უყურებენ ვარსკვლავური ომებს მთელი ოჯახით. ეს არის უკვე ძალიან დიდი, ანუ უბრალოდ ფილმი არ არის ეს. ბრიტანეთში მაგალითად ფილმიდან შექმნილი რელიგია ჯედაიზმი რაღაც პროცენტულად მთელი მოსახლეობის ბრიტანეთის არის 0.7%. ანუ 2003 წლის გამოცდილების შედეგად სტატისტიკურად ჯედაები უფრო მეტნი არიან ვიდრე ებრაელები და ბუდისტები. 2005 წელს ვარსკვლავური ომების მესამე ნაწილის გამოსვლამდე ერთი კვირით ადრე კინოთეატრების წინ ფანებმა კარვები გაშალეს, რათა პირველებს ენახათ ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი, სითების შურისძიება. თებერვალში მსოფლიო კინოეკრანებზე ვარსკვლავური ომების 3D ვერსია გამოვა. იმედია საქართველოშიც. მოკლედ თებერვლამდე.